პირველ რიგში გეტყვით, რომ ახლა ჩვენ ჩიტაჯის ქუჩაზე ვიმყოფებით, აქ ხედავთ თქვენ ჩემს ზურგს უკან პოლიციელებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და მოპირდაპირე მხარეს აქციის მონაწილეები დგანან, რომლებიც აპროტესტებენ უკვე 145 დღეა იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება. დაკავებულებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ დაახლოებით 1 საათის წინ განსაკუთრებულად დაძაბული იყო აქ ვითარება, რადგან ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ ქვეყნის ცენტრალური გამზირი გადაკეთდა აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ჯაჭვი გააკეთეს, ისმოდა აქ შეძახილები, რა დროსაც დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი ტერიტორია. შემდეგ ნერვებმა უმთხუნა გომელაურის სიტყვას საპარლამენტო სასახლე სულად პოლიციის ალყაში იყო მოქცეული და უკვე ძალის გადაკმეტებაზე გადავიდა პოლიცია. ძალის გამოყენებით აიყვანეს აქციის მონაწილეები ტროტუარზე და შემდეგ ტროტუარიდან დაიწყეს ადამიანების დაკავება. 2 ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე. ეს 2 ადამიანი ხელბორტილდადებული გაიყვანეს ამ ტერიტორიიდან, მიათრევდნენ ბუნებრივი აქციის მონაწილეები, ინტერესდებოდნენ რატომ ხდებოდა ძალისმიერი მეთოდებით მათი დაკავება მაშინ, როდესაც უკვე ტროტუარზე იმყოფებოდნენ. განსაკუთრებით ეს კითხვა ჰქონდათ მათ, თუმცა რა თქმა უნდა პოლიციელებს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ისან სამგორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობა იყო ჩართული სწორედ დაკავების პროცესში. ისინი ხელმძღვანელობდნენ დღეს იმ სპეცოპერაციას, რომელიც სწორედ აქ საკანონმდებლო ორგანოსთან მოაწყო. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რა ხდებოდა დაკავების დროს ამ პერიმეტრზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. პოლიცია! რატო გაეცით დაკავების ბრძანება? რატო მაკავებთ? რატო მაკავებთ? რატო მაკავებთ? რატო მაკავებთ? რატო მაკავებთ? რა მიზეზით აკავებთ? რატო მაკავებთ? ხო პოლიციის ფორმა რო არ გაციათ ვიხართ. რატო მიყავთ? ადამიანო ტროტუარზე იდგა. ბრძანების გამცემი მითხარით. რატომ აკავებთ ხელს ნუმეჭიდავები? თქვენ იყავით დაკავების ბრძანების გამცემი. მითხარით. იღებთ თქვენ თავზე ძალადობა 2 ადამიანი უკვე არის დაკავებული. ერთი წამი. გამეცი კითხვაზე პასუხი რა არის მიზეზი ამ ძალადობრივი მოქმედებების? ბრძანება ვინ მოგცათ? დაემორჩილეთ და არ შეგახეთ. სამოქალაქო ფორმაში ჩასული ადამიანები რატომ აკავებენ აქციის მონაწილეებს? ვინ არის კაცი? უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ დღეს დაკავების დროს ერთ-ერთ პოლიციელს, როგორც აი აქ მყოფი სამართალდამცველებად წოდებული ადამიანები აცხადებენ, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი იყო ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, სწორედ მან დაიწყო ერთ-ერთი დაკავებულის დაკავება და გაყვანა ამ ტერიტორიიდან. ბუნებრივია ყველა დავინტერესდით, რა იყო მიზეზი, რომ სამოქალაქო ფორმაში იყო ის ჩაცმული, რატომ არ ეცვა პოლიციის ფორმა, ქონდა თუ არა უფლებამოსილება, რომ აქ დაკავების სპეცოპერაციაში ჩართულიყო, აიყვანა ახალგაზრდა, თუმცა კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. გითხრეს, რომ სამაჯური ეკეთა მას, სადაც პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ჰქონდა და ამით უნდა მიუხვდარიყვნენ აქციის მონაწილეები, რომ ის იყო სწორედ პოლიციელი. ვიხარ თქვენ? საკმარისი ფორმები აღარ გაქვთ. თქვენ რატომ არ გაცვიათ ფორმა? ნაიკის მაისური არის პოლიციელის ფორმა, უკაცრავად. გავიგე ნაიკის მაისური დააკავებთ ადამიანს და ეს არის პოლიციის ფორმა. პოლიციელი ხარ, რატომ დააკავეთ ადამიანს? მოქალაქე რომ დააკავეთ. რატომ არ გაცვიათ ფორმა? ფორმები აღარ გაქვთ პოლიციაში? გაუჭირდა გომელაო. ფორმები აღარ გაქვთ? არ გცხვენია თქვენ ტოლაბიჭებს უკანონოდ რომ აკავებთ? მოქმედი პოლიციელი ხართ? ნაიკის ფორმა იკავე გაცვიათ, პოლიციის ფორმა ეს არის? რატო იმალებით?
ასე გაგიჭირდათ პოლიციის ფორმა არ გაქვთ? ხო, რა უკეთია? ნაიკის მაისური არის სამკლაური პოლიციის სამკლაური. ნაიკის მაისური არის პოლიციის ფორმა? სამკლაური პოლიციის. აი, ვინ იყო თქვენი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი? თქვენ მიეცით მას ბრძანება რომ დაეკავებინათ. რატო გარბი ხარ? საუბრობ ერთი წუთი. და მეც მესაუბრეთ, მოდით საზოგადოებას კითხვები აქვს. ვინ იყო ის თეთრ მაისურიანი მამაკაცი ვერ გვეტყვით? პოლიციელი? და სახელი გვარი ნაიკის მაიკიციარული როდიდან გახდა მაისური ციარული? ეკეთა პოლიციის. ეს საკმარისია, ეხლა თქვენ სამკლაურიო გაიკეთოთ, ყოველდღე საკმარისია პოლიციის თანამშრომლები. და ის კრიმინალური პოლიციის არის და სამკლაური საკმარისია ნაიკის მაიკა შეიძლება ჩაითვალოს ფორმად? დიახ. აბა რა არის ეს? ბარიდების ფორმა არ მესმის. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენთ პოლიციელს, რომელმაც აქციის მონაწილეზე იძალა და არა, იტყუებ. ახალგაზრდა ქალს მე ხლა კაცო აჩვენებ მაყურებელს და თან მის პოზიციასაც მოგასმენებთ. დავით, ვაჩვენოთ ეს კადრი თუ შეიძლება. თქვენ ხედავთ კაცს, რას აკეთებს აი ეს პოლიციელი, იმედი აღიქმევა, ქალს თმაში ქაჩავს და ძალის გამოყენებით მიათრევს სწორედ და ახლა ამ პოლიციელს მოусმენთ და ნახოთ როგორ იქნება მისი პოზიცია. ის ამბობს რომ ჩვენ ვიტყუებით. მაყურებელმა აღვიქვას ჩვენ შეაფასოს ჩვენი პოზიცია როგორი არის. გვითხარით რა გააკეთეთ აი ამ ქმედებაში, რა იყო თქვენი мотивация, რა პოლიციას მოქალაქის დაკავებაში, რომელმაც კანონით დაარღვია და განვარიდეთ მოქალაქე. და გარიდება რა ისინი? გარიდება არის ფიზიკური ძალადობა, ეს არის გარიდება? იმიტომ რომ ფიზიკურად ძალაობდა თვითონაც და თვითონ არ ძალადობდა ფიზიკურად, ვერავის ვერ ხედავ რომ ძალადოს. პოლიციას ვერ ხედავთ, მაგრამ მე ვხედავ. ნახეთ კადრი. არ მინდა მე ვიყავი იქ და რა თქმა უნდა კადრის ნახე. გეუხერხულება თქვენი ქმედება. არ მეუხერხულება. აბა ნახეთ მაშინ გაჩვენებთ კაცს. ვიყურებ რომ ფიზიკურად ძალადობთ ამ გოგონას. არა. ის პოლიციელს არ ეხება, აი ნახეთ, პოლიციელს არ ეხება ეს ადამიანი. მოქალაქეს არის ჭერს ხელში? მოქალაქეს რა არ შეუძლია რომ დაიჭიროს მოქალაქე მის თანამებრძოლს რომ ხელი მოკიდა. თანამებრძოლს არა, როცა თანამებრძოლს. ვინ არღვევდა კანონს ტროტუარზე იყავს და ტროტუარიდან ჩამოიყვანეთ ეს ადამიანი. რატო დააკავეს იცი? ტროტუარიდან ჩამოიყვანეთ. კი, ხედავთ, რატო დააკავეს? რატო დააკავეს? კადრი არსებობს მათ შორის ჩვენს რატო დააკავეს? არხებას. რატო დააკავეს? რა რის გამო დააკავეთ? აბა თქვენ გაგვიმართეთ. ტროტუარს მე ძალიან კარგად ვიცით, თქვენ რის გამო დაადეთ ხელბორკილი ადამიანი. სიტყვერი შეურაცხყოფისგან. სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა ვის? პოლიციას. მინ პოლიციელს გაქვთ მტკიცებული? ვის აკავებს ის? კამერის ჩანაწერები არსებობს, სამფრე კამერები. წარუადგენ სადაც საჭიროა იმ პირი. დარწმუნებული ხართ რომ წარადგეთ, იმიტომ რომ როგორც წესი თქვენ არასდროს არ მიგავთ კამერის ჩანაწერები. დებთ პირობას რომ კამერის ჩანაწერები. აბა ისე როგორ დავაკავებთ? რომ არ წარადგინოთ ბატონო პოლიციო, გაგახსენებთ ამ კადრებს, თქვენ წინააღმდეგ შეიძლება იყოს ეს ჩანაწერი და ეს ჩვენება მიცემული. თქვენ ახლა ჩვენება მოგვეცით ფაქტობრივად და თქვით რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ გაქვთ მტკიცებულება. იყო კამერის ჩანაწერი? იყო კამერის ჩანაწერი არსებობს? არ არის სავალდებულო კამერის ჩანაწერი. ხო თქვით რომ აქვს კამერის ჩანაწერიო? მე როდის გითხარი? თქვენი ძახით ხო, პირდაპირ ეთერში კი კითხვა დაგისვით და თქვენ მითხარით რომ კი გვაქვს. ჩანაწერი წარუდგენთ. მტკიცებულება გაქვთ. პოლიციელები ჩვენება იქ. გაქვთ. პოლიცია და სამფრე კამერით გადაღებული? სამფრე კამერა ჩვენ არ აქვს კრიმინალურ პოლიციას. ხო პოლიციელებიც ხო იყვნენ. ხო თქვით რომ მაქვს ჩანაწერი და როდის წარუდგენთ. გითხარი? არ მით. მაქვს ჩანაწერი და წარუდგენთ და პოლიციას სიტყვაზე რატომ მეკამათეთ? რატომ არა პირდაპირ ეთერში გისმენდა და ახლა მაყურებელი და თქვენ ახლა იტყუებით საზოგადოებას აყენებთ შეცდომაში. ჩემი ნება არ არის ეს. თქვენ ხართ პოლიცია და თქვენ თქვით რომ მაქვს მტკიცებულებაო. თქვენ თქვით რომ მაქვს მტკიცებულებაო და წარუადგენო და თქვენი მტკიცებულება იქნება აუდიო ვიდეო ჩანაწერი. აბა რა იქნება? უკვე წაიღეთ თქვენი სიტყვები ბატონო პოლიციო. არ წამიღია და ასე არც ერთ საქმეზე არ გაქვთ მტკიცებულება. იცით? არც ერთ საქმეზე არ გაქვთ. ვუყურებ სასამართლო პროცესებს, ვაშუქებთ. ეს შენ ფიქრობ ესე რო არ არის. არც ერთი კადრი არ გაქვთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მე არ ვფიქრობ, ასე ფიქრობს ყველა. კადრების მიტანა არ შეგიძლიათ. თქვენ ცდილობთ საზოგადოებას შეცდომაში მტკიცებულები. თქვენ ამბობთ რომ მაგინაო აქციის მონაწილემ, ამიტომ ვიღაცა შეაგინაო პოლიციას, სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გინება არ არის? რატო სხვა ფორმა არ არის სიტყვიერი შეურაცხყოფის? ოკეი, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ არის. ესე იგი, ნახეთ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ისია. რატო ნუ გარბი ხარ, გეუხერხულება? სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხო ისე ამბობთ თქვენ? სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მტკიცებულება. კი, მოუწოდა რომ ტროტუარისკენ გადასულიყო და რა უთხრა? რა უთხრა? მითხარით, აი მაინტერესებს მე პოლიციელები ჩვენებას რომ იცამე, საინტერესოა. სასამართლოს დაისწარი და არიცით?
არიცით? არ ვიცი. თუ არიცით, მაშინ რატომ შეაჩერეთ მოქალაქე, რომელიც ამ ადამიანს ხელს კიდევდა? ხელს თუ უშლიდა არიცით და არ იყავით თვითმხილველი, თქვენ სასამართლოში მიხვალთ და იტყვით, რომ თქვენი ყურით გაიგეთ რა უთხრა აქციის მონაწილე. ერთი წუთი, სხვაგან მიყავს საუბარი. სხვაგან არ მიყავს, თქვენ თვითმხილველი ხართ ესე იგი. თქვენ მიხვალთ ესე იგი ამ ადამიანის საქმეში. მისცემთ ჩვენებას. მისცემთ ჩვენებას. მარტო შეროლაპარაკობთ, ხო? თქვენ საუბრობთ ნუ გეშინია. მისცემთ ჩვენებას. არ მაცლი. მისცემთ ჩვენებას. არ მაცლი. მისცემთ არ ჩვენებას. მაცლი. კითხვას გისურვებთ, აი გაცდეთ. ვინც დააკავა, ის მიცემს ჩვენებას. და თქვენ ხო ვინც გაიგეთ, ხელს- სიტყვერი ვინც- შეურაცხყოფა მიაყენაო, ხო ესე მითხარით? ვინც ხელს ხო უშლიდა, ის გაიგეთ, განვარიდე ბატონო მე. პოლიციელა. ის განვარიდე ხო მე. გაიგეთ, მაშინ რატომ არ ის მიდიხართ განვარიდე. სასამართლოში? ვინც სრულმოწმეები დააკავა? რა გახდათ? სრომოწმე არავინ არ არის და არასდროს არ არის, არასდროს არ არის. მოწმეები არიან ძირითადად სამწუხაროდ ესეთი პრაქტიკა დანერგეთ თქვენ. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში მოусმინეთ პოლიციელს, მე გაჩვენეთ კადრები და ეს პოლიციელი ამტკიცებს, რომ მან გაიგო საკუთარი ყურით, როგორ აყენებდა დაკავებული სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეც იყო შემდეგ მიზეზი, რის გამოც სამოქალაქო აქტივის თმაში წვდა, ფიზიკურად გაუსწორდა და არ მისცა შესაძლებლობა, რომ თანამებრძოლი დაეცვა. სხვათა შორის მამაკაცი ნაიკის მაისურით, რომელიც ჩვენ გადავიღეთ საბას ხვიტარიძის საქმეში, ერთ-ერთი მთავარი მოწმეა მირიან ქავთარაძის მეგობარი, საბას ხვიტარიძის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას და აქ პრაქტიკა დაანერგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მეგობრები მიყავთ სასამართლოში და აძლევენ ჩვენებებს. თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ, რომ პოლიციელმა თქვა, რომ მათ ექნებოდათ ჩანაწერი, როგორ აყენებს დაკავებული სიტყვიერ შეურაცხყოფას სწორედ პოლიციას, თუმცა შემდეგ უარყო რამდენიმე წამში და თქვა, რომ სამხრეთ კამერები არ აქვთ, არ არსებობს ჩანაწერი და პოლიცია მივიდა ჩვენებას მისცემს სასამართლოს, როგორც ჩანს სიტყვაზე და ვენდოთ მხოლოდ სამართალ დამცველებს. მოკლედ ასეთი არის ვითარება ახლა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. ორი ადამიანი არის ჩვენი ინფორმაციით დაკავებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენმა კამერამ ორი ადამიანის დაკავების პროცესის გადაღება აღბეჭდა და აქედან გამომდინარე არ გვაქვს დამატებითი ცნობები, უფრო მეტი ადამიანი არის თუ არა დაკავებული.